ძალოვან მინისტრებს აკონტროლებდა პირდაპირ ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილის პირად მცველს შინაგან საქმეთა სამინისტროს 42,000 თანამშრომლის კონტროლი ჩააბარეს. თქვენი კადრი იყო ბატონო აზარ თავიდანვე? სამთავრობო დაცვის კაცი, რომელსაც ივანიშვილი მის სიცოცხლეს ანდობდა და 10 წელი გვერდიდან არიშორებდა სპეცრაზმელების, კრიმინალური პოლიციის და მესაზღვრების მაკონტროლებლად დანიშნეს. ბახუაშვილთან ვარ და შეგიძლიათ გადასცეთ? ჩვენ დავსვით კითხვა, რატომ გადაწყვიტა ოლიგარქმა პირადად დაკონტროლოს ძალოვანი სისტემა. თამაზაშვილს არ ენდობოდა ასე ძალიან ბიძინა ივანიშვილი? ნუ დამისვათ ეს თითრი გამიკითხებს. გომელაური ჩუბინიძე და ახლა უკვე ბახუაშვილი. ივანიშვილს ასპარეზზე ახალი ხალხი გამოხავს. რას ნიშნავს ეს? უნდობლობას მოქმედების მიმართ თუ დიდ ცვლილებებს, რომელსაც ოლიგარქი მისიანებს უმზადებს? ეს არის ადამიანი, რომელიც როცა შედის მინისტრთან და რაღაც ეუბნება, თამაზაშვილისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ეს მოდის ივანიშვილთან. ოლიგარქის ნდობის გარდა კიდევ რა ფაქტორმა გადაწყვიტა მისი ამ პოსტზე დანიშვნა? ის უმაღლეს განათლებაზე მითხარით, შესაბამისი კვალიფიკაცია თუ გქონდა, რომ ამ თანამდებობაზე დაინიშნა. გავლენების გადანაწილების ახალი ტრენდი თუ უნდობლობა ყველას მიმართ? შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა პოლიციელს გააკონტროლებს, არ არის ეს დიდი თანამდებობა? არის. ფიქრობ, რომ არის. ძალოვანები პირადი მცველის ხელში 8 საათზე ნახეთ სისტემის ტოტალური კონტროლის ახალი გეგმა. დედიჯან. დედიჯან. ეხლა ნაცსავი ბიჭი დამეღობა. მოგხედავენ დედიჯან. რას მომხედავენ? ფულს მახევენ და ამას მოუწყან დედის რაღაც. დიდი ფული მიცვალებულების ხარჯზე. 4 კაციანი რო ავიღო. ერთი ადგილი არ ვაცით. ერთი დედიჯან. გარდაცვლილებისათვის სამარის გასათხრელად გადახდილიდან წილი ქართული ოცნების მხარდამჭერ უბნის მაყურებლებს მიჰქონდათ. ნაცელარი მოსული და იქნება ადგილი. ეგრე არ არის რა კაცო რა. გეუნები აჩუკებს ჩემზე ნუ დაწეს. ზაძმობა გეუნები. მივხვდი რა თუ საწევა შენ არ დარეკავ. შაბათის გუნდის ხელში აღმოჩნდა კანონიერი ქურდების არაფორმალური ბანდის დაკავებული წევრების ფარული ჩანაწერები. შეკვეთები პოზიშვილი შეკვეთები შეიძლება რა ხდება ვიჭობა ცუდი სუნი დგას მან რაღაც დგინდება რომ ყოველი მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯებში იდო წილი რომელიც ქურდებთან მიდიოდა. ჭირის უფალს არეკეტებდა ეს შუკაკიძე. ნუ ვიღებდეთ. რას ნიშნავს? გამოძიების მასალებში ჩვენ ვიპოვეთ დოკუმენტი, სადაც წერია რომ საფლავების შავ მაფიას ნოდო გლდანსკის ძმა პირადად აკონტროლებდა. ანუ საფლავებს ქვეყანაში ქურდები აკონტროლებენ? ნოდარ შუკაკიძე კანონიერი ქურდი გლდანიდან წლების განმავლობაში პირადად აკონტროლებდა საარჩევნო სიტუაციას. მას დებდნენ ბრალს ნიკამელია შტაბის დაწვაში და ოპოზიციონერებზე თავდასხმაში. იყო თუ არა შავი ბიზნესი ის, რითაც წლების განმავლობაში პარტია მადლობას უხდიდა. წავეხმარი ზედამხედველობა 15000 ლარს უწევდა ჯარიმას და საფლავები, სადაც ჭირის უფალს არ ეკეტებდნენ, მერიას ეკუთვნის. ვინ დაუშვა იქ არაფორმალური შავი ბიზნესი და ხალხისთვის ფულის გამოძალვა. სასაფლაოსთან რა კავშირი აქვს? ესეც მისი პირადი საქმე არის, ამასთან პირადი როგორ არის საქმის მასალებში წერია? ხმაურიანი საქმის დეტალები ნახეთ 8 საათზე. ჩემი დედი გამშარა ბიჭო და რაღაცა მეტი ტრახში დაჭერა და სამოთოფოში სამოვიდა. როგორ დაგვსჯით? დაგვსჯით. ჯარიმას დაგვიწერთ თუ პოსტების საშლას. ამაზე არსებობს კანონმდებლობა. პირველი ინტერვიუ კაცთან, ვისაც პოლიციაში სოციქსელების სკროლვა სკრინვის სამსახური ჩააბარეს. როგორ აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო რა რესურსით მილიონობით ადამიანი გააკონტროლოს? საქართველოდან Facebook-ზე 3 მილიონამდე პროფილი არეგისტრირებული. როგორ უნდა გააკონტროლონ ვინ რას დაწერს და ვისი ნათქვამი არ მოეწონებათ მმართველებს? ქრობის სამსახურს ვინ უხელმძღვანელებს ბატონო ალექსანდრე? როგორ უნდა გააკონტროლოთ ამდენი ადამიანი ტექნიკურად? სიტყვებზე ნადირობის პოლიცია საქართველოში. რამდენი კაცი იქნება ამ დანაყოფში, ვინც კედელ-კედელ პატრულირება უნდა მოაწყოს, რომ ყველა კომენტარი შეამოწმოს და დაადგინოს, რა შეიძლება იყოს დარღვევა. რომელი სიტყვის გამოყენება ისჭება? აი როგორ გითხათ ახლა? ეს წესი არ ეხება მხოლოდ სოცმედიას. ავტობუსში ან მეტროში პენსიონერი მეორეს თუ ბატონ ბიძინაზე აუქს ეთქვის, ისიც შეიძლება თავის სამართლებლად დაიბარონ. თავობა დასამხობი კი არის, დასაჭერია. ხალხის პროტესტით შეშინებული პარტიის მცდელობა საჯარო სივრცეში აკრძალონ იმის თქმა, რასაც მათზე ხალხი ფიქრობს და რაც შეიძლება ბატონს არ მოეწონოს.
რისთვის ვიცხოვრე ამდენი წელი, რომ 67 წლის ასაკში უცებ შემეშინდეს? რას აპირებენ რეალურად? სალმა რუშტი ამბობდა, რომ ძალაუფლების მქონეთა შეურაცხყოფის გარეშე არ არსებობს გამოხატვის თავისუფლება. ეს არის ჩვეულებრივი, ანუ ფულის მახე, უბრალოდ ფულის კეთების მარტივი გზა. მართვის მოწმობის სასაღებად მისულ მოქალაქეებს ერთი მეურის მიყოლებით ჭრიან. რატო აკყავთ მოსწავლეები ავტობანზე? მაშინ როცა გამოცდაზე ტესტებში წერია, რომ ავტობანზე გადაადგილება აკრძალული აქვს მოსწავლეს. რა ხდება? ხომ არ არის ეს მახე მოქალაქეებისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ფული გადაახტევინონ ხელმეორედ გამოცდაზე გასასვლელად? სადღაც ალბათ 3000 ლარამდე უკვე ავიდა ჩემი ბიუჯეტი. მოქალაქეების ნაწილი გამოცდების რიგში თვეობით დგას. ნაწილი კი ერთ წელზე მეტია გამოცდებზე იჭრება. მოვა დრო, ობიექტური გამოძიებით აი აქ უნდა მოხდნენ ისინი. ცვლილებები, რომელიც საგამოცდო წესებში ჩვენი კითხვების შემდეგ შეიტანეს. რას შეცვლის ახალი წესები? ნახეთ 8 საათზე.